გადავიდეთ შემდეგ ინსტრუმენტზე, QR კოდი. გინახავთ ალბათ ეს QR კოდი და როგორ ხდება მისი გამოყენება. თუ ოდნავ მაინც ბოლო გამოშვების ტელეფონი გაქვთ, ბოლო დროის ტელეფონებს, რომ გახსნით და სურათის გადასაღებ მოწყობილობას, რომ დააწყაბებთ სურათის გადაღებას და მიანათებთ, ავტომატურად შიგვი აქვს ჩამონტაჟებული ეს. აბა თუ ვინმეს გაქვთ ბოლო დროს გამოცემული ცოტა ახალი ტელეფონი, შეგიძლიათ დატესტოთ. თუ არ გაქვთ, მაშინ ჩვენ უნდა დავაინსტალიროთ ჩვენს ტელეფონებში. მოდი დავიწყოთ ახლა. გაგიზიარებთ მე აი ამ ბმულსაც, როგორ უნდა მოვახდინოთ ინსტალაცია და მეც ჩავრთავ ვიდეოს. მოამზადეთ აბა თქვენი ტელეფონები, აპლიკაცია რომ ჩამოვტვირთოთ. ჩვეულებრივი აპლიკაციის ჩამოტვირთვა არის და არაფერი სირთულე ამასთან არ არის. ნახეთ. როდესაც ტელეფონს გაახსნით, უნდა შეხვიდეთ Play Store-ში. ან რა ვიცი, საიდანაც აპლიკაციებს ჩამოტვირთავთ ხოლმე, ან App Store-ში და აი აქ სამი სამართულში უნდა ჩაწეროთ QR კოდი. უნდა ჩაწეროთ. გამოვა ბევრი QR კოდის პროგრამა და თქვენ უნდა აირჩიოთ QR code reader. წამკითხავი. მასზე უნდა დააწყაბოთ. QR code reader. ავირჩიეთ ეს, დავაწყაბებთ და უნდა დავაწყაბოთ შემდეგ install. რომ დავაინსტალიროთ. დაიწყო დაინსტალირება. ნახეთ ახლა პროცენტები დაიწერება, რომ ინსტალაცია მიმდინარეობს. 12:23. ხედავთ როგორ იზრდება ჩამოტვირთვის. ჩამოვტვირთეთ, დავაწყაბებთ. ბატონო, QR reader. აი რაცა წერია, QR code reader. ჩამოტვირთეთ, მერე დაინსტალირეთ და ბოლოს რომ ჩამოიტვირთება და დაინსტალირდება, დააწყაბეთ open. გახსნა. აი ეს ტელეფონით მერე რომ გახსნით, უნდა მიანათოთ ამ სურათს და გამოგიტანთ მერე სამ ბმულზე დააწყაბებთ და თუ კი გაქვთ ტელეფონში ინტერნეტი, გადაგიყვანთ შესაბამის ბმულზე. მოდი აბა ეხლა მე გაჩვენებთ, გადმოგიგზავნით ერთ-ერთ QR კოდს და თუ გახსნით. თქვენ მიანათეთ ამას და მითხარით რისი QR კოდია. ერთ-ერთს გავხსნი, მაგალითად, ამას გავხსნი. აბა დაანათეთ, მეც არ ვიცი რა არის ეს, მაგრამ მეც ეხლა თქვენსავით დავანათებ. მუსიკის ლინკია YouTube-ი, ხო? არ ვიცი, აბა ნახეთ, რა მუსიკაა ეგეც მითხარი. აი გიტარისტი როა, ხო? აჰა, კი ბატონო, გაგიხსნიათ. აბა სხვას მოგცემთ ახლა. ცუც არაფერ შემოგთავაზებ. მოდით აბა მეც გავხსნი. მოკლედ, ეგ ხომ გავაკეთეთ, მაგრამ ეხლა ჩვენ გვინდა რომ შექმნაც ვისწავლოთ. იმისათვის რომ შევქმნათ ეს QR კოდები, ჩაგიგდებთ ეხლა ბმულს. QR კოდის შესაქმნელი გენერატორის მისამართი. გადადით აბა ამის სამართზე და ნახეთ რა მარტივად შევძლებთ QR კოდის შექმნას. იქნებ მე კოდირებული გზავნილი მინდა, ვინმეს გავუგზავნო. აი მაგალითად დავწერ
გილოცავ. აი ჩემს ეკრანს თუ ხედავთ? ცოტა ხნით აბა დააკვირდით ჩემს ეკრანს. დიახ, ხედავთ. აი გილოცავ. თან გვერდზე დააკვირდით როგორ იცვლება თითო სიმბოლოს ჩაწერაზე. გილოცავთ, შევქმენი. ჩამოვტვირთავ და უკვე მივიღე ეს კოდი. ნახეთ ახლა ამას გავაფერადებ, ჯერ ფონს შევუცვლი. შემდეგ შიგთავს შევცვლი. ანუ ფონი და ეს სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, ისე რომ კონტრასტული რომ იყოს, ისეთი მინდა გავაკეთო. აი ასეთ ფერებში როგორია? მოგწონთ? დიახ, ლამაზია. ყვითელი ჯობია თუ მწვანე? ჩემთვის მწვანე. თუ სულაც შავი? მოგნება. არა, ფერადი. ფერადი ჯობია. იყოს უფრო ღია ფერები. ყვითელი, წითელი, ახლა. ასეთი ხო? იყოს მწვანე და თუნდაც. მოკლედ, თქვენს გემოვნებაზეა როგორიც გინდათ და ამას ჩამოვტვირთავ ახლა. ბატონო, კიდე ერთხელ ფერს საიდან ვაძლევთ? ეხლავე გაჩვენებ. ჩამოვტვირთ ეს და ტექსტს მიიღებს ის ადამიანი. ჩამოტვირთვის დროს. აი ნახეთ, download-ს რო დავაწყაპებ. კიდევ ერთხელ. download. პირველი არის თვითონ ფიგურების ფერი, მეორე არის background-ი. და ამას რომ მიუთითებთ, მერე უბრალოდ საერთოდ PNG არის თუ რაც არის და ჩამოიტვირთება ავტომატურად. ჩამოტვირთეთ? კი, ჩამოვტვირთეთ. ეხლა დამელოდეთ ცოტა ხანს, ეხლა უკვე YouTube გადავალ და აქ მოვძებნი ვიდეოს. ავიღებ ეხლა იმ სიმღერის ბმულს. გადმოვალ ამ QR კოდის გენერატორზე და უკვე ერთ ტექსტის კოდირება ხო ვისწავლეთ და ის პირველი არის ბმულის კოდირება. ჩავსვამ ბმულს ამაში. Enter და აი ჩადო უკვე ის ბმული ამაში. დავაწყაპებ download, შევუცვლი ფერებს. და ამას ასე ჩამოვტვირთავ. ავტვირთავ სულაც თუ გინდათ Facebook-ზე ან სადაც გინდათ. თქვენ ატვირთეთ Drive-ში, შემდეგ რომ ატვირთავთ დააწყაპებთ ამ სურათს. სამ წერტილს, share. მერე anyone with the link, copy link და გააზიარებთ. ჩადებთ დავალებებში. ფერები საკმაოდ ლამაზია. გამოჩნდა რამე ტექსტი რო დაანათეთ? YouTube-ზე გამიხსნა. აი აქ ბევრი ჩამონათვალი ხომ არის, მაგრამ მხოლოდ ბმულზე გაძლევთ უფლებას და მხოლოდ ტექსტზე, სხვაზე არა.